როგორ ვამუშავებთ იუპიტერს. იუპიტერის შემთხვევაში ბევრი ვარიანტი არ არის აქაც. ეს არის იუპიტერის ძირითადი მახასიათებელი, რაც არის ამბიციები. შესაბამისად, თუ ადამიანს აქვს სუსტი იუპიტერი ან დაზიანებული იუპიტერი, ასეთ შემთხვევაში ან არა აქვს ამბიციები საერთოდ, ან მეტისმეტად ამბიციურია. ამიტომ ადამიანი, რომელიც ამუშავებს იუპიტერს, ეცდება მაქსიმალურად, რომ ჰქონდეს ამბიციები, მაგრამ ეს ამბიციები შეესაბამებოდეს მის შესაძლებლობებს. არ უნდა ვიყოთ მეტისმეტად ამბიციურები, რომ მაგალითად მოვთხოვოთ საკუთარ თავს ან მოვთხოვოთ სხვებს ის, რაც მათ არ შეუძლიათ, ან მოვთხოვოთ ჩემს თავს ის, რაც მე არ შემიძლია ფიზიკურად. და იგივენაირად არ უნდა იყოს საერთოდ უამბიციო, იმიტომ რომ კონკრეტული მიზანი უნდა გქონდეს ცხოვრებაში და რაღაც კონკრეტულისკენ უნდა ისწრაფვოდე. შესაბამისად, ეს ამბიციის პრობლემა არის იუპიტერის თემა. ეს შედარებით უფრო მარტივად ჩანს გარეგნულად, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ამბიციები იწვევს კონფლიქტს სხვებთან. ხშირ შემთხვევაში იწვევს კონფლიქტს საკუთარ თავთანაც, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი გაქვს ამბიციები, შეიძლება უფრო მეტად აკრიტიკებდეს სხვებს, ან მოითხოვდეს სხვებისგან მეც, ან საკუთარ თავისგან მოითხოვდე, ან პირიქით ძალიან, ესე ვთქვათ, ჩაგრავდე საკუთარ თავს, რომ ვერ აღიქვავდე საკუთარ შესაძლებლობებს იმდენად, ან პირიქით. რაღაც ძალიან არ მოგწონდეს საკუთარი თავი. და ჩაგრავდე საკუთარ თავს. შესაბამისად, კონფლიქტი სხვებთან, კონფლიქტი საკუთარ თავთან, აი ამ ამბიციების გამო, ეს არის ძალიან ხშირი პრობლემა ადამიანების ცხოვრებაში, ამიტომაც ამაზე აუცილებელი არის მუშაობა და ეს ყველაფერი იუპიტერის თემა არის. იგივენაირად იუპიტერის თემა არის განვრცობა. შესაბამისად, პირველ რიგში ინტელექტუალური სულიერი ინფორმაციის გათავისება, მიღება, სწავლა მაქსიმალურად. რაც უფრო მეტ სწავლობს ადამიანი, იუპიტერი ასევე არის არა მარტო ზოგადად სწავლა კონკრეტული მეცნიერებების, ესე ვთქვათ, მიმართულებების, ეს არის გამოცდილება, საკუთარი გამოცდილება. ანუ რაც მე უფრო მეტ შეცდომას ვუშვებ და ვსწავლობ, თავარია ვისწავლო ამ შეცდომებისგან, ჩემი იუპიტერი იზრდება. რაც უფრო მეტ ვსწავლობ ზოგადად სხვების მაგალითიდან, ფილმებიდან, მულტფილმებიდან, ანიმეებიდან, ნებისმიერი რამიდან, რაც უფრო მეტი დასკვნა გამომაქვს, როდესაც რამეს ვუყურებ, როდესაც რამეს აღვიქვამ, როდესაც რამეს ვკითხულობ. ეს ყველაფერი არის იუპიტერი. და როდესაც ადამიანი სწავლობს გარემოდან, სწავლობს ზოგადად ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ თემას და ფართოვდება მისი, ესე ვთქვათ, მსოფლმხედველობა, ეს ყველაფერი მუშავდება იუპიტერი ასეთ შემთხვევაში. ამიტომ თუ არის პრობლემა ამ მიმართულებით, ეს არის იუპიტერის თემა და თქვენ დასამუშავებელი გაქვთ იუპიტერი. რეალურად ესეც არ არის მარტივი. ზოგადად დამუშავება არ არის მარტივი, ამიტომ ზოგადად ასტროლოგები ამბობენ კარმული ასტროლოგიის მიმართულებით ითვლება, რომ ადამიანი ვერ დაამუშავებს პლანეტას ერთი ცხოვრების განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ ამას ვამუშავებთ, სულ ცოტა ცვლილებაც ითვლება და ძალიან დიდი ნაბიჯია, სულ ოდნავ მაინც თუ შეიცვლება, ესე ვთქვათ, პლანეტის ძალა.